საღამომშვიდობის მონაკლისი არც მიმდინარე შეხვედრა იქნება და პირველ წრეში იცით რომ ტორპედო მოუგო გითხარით უკვე საფრთხო ეპიზოდი შეიძლება დარტყმა და სტუმრებმა გახსნეს ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე დიეგო დეისაძე გატანილი გოლის ავტორი დიეგო დეისაძე კიდევ ერთხელ გეტყვით გატანილი გოლის ავტორი მისი ეს მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში მან მისთვის სასტარტო სეზონია და ბუნებრივია 3 გოლი აქვს მას უკვე მიმდინარე სეზონში გატანილი ამ მატჩამდე დიეგო დეისაძემ გაუტანა მეშახტეს და გაუტანა დინამო ბათუმს და უკვე იბერიას ჯერიც დადგა აჯობა მან ლუქსემბურგელ ვახით სელიმოვიჩ გავიდა ძალიან კარგად და იქ ზუსტად გათვალა ყველაფერი ხედავთ მეკარის მოძრაობას და მეკარის მოძრაობის საპირისპირო დაარტყა დეისაძემ და ძალიან კარგი გოლი კოხრეიძე უკაცრავად გუდუშაური ბედოშვილაკ შეიძლება დარტყმა შორი მანძილიდან გაუვარდა მეკარის დამატებაზე კლიაიჩი განმეორებითი მოძრაობით ახერხებს ბურთის დაჭერა აი განმეორებით კარგ პოზიციაში გავიდა იბერიას ფეხბურთელი დაარტყა და ბოლო მომენტში მაინც მოახერხა ბედოშვილის დარტყმის აღება ჯინჯოლავა ძლიერი მაგრამ არაზუსტი დარტყმა და სწორედ ამაზეა საუბარი რომ შეტევაში კიდევ უფრო წინ პასი კოხრეიძემ ნახოთ ნადარაიას გაუყოლა ბურთი ნადარაიას გადაცემა პასი ალბათ საჭირო დეისაძეს უნდა დაერთხა ალბათ არაბიძეს დაუტოვა მაგრამ ოდნავ არაზუსტი გამოდგა კიდევ კარგი ამ შეტევის მოდი კიდევ ერთხელ განმეორებით ნახოთ ნადარაიას მისამართით გაკეთებული გადაცემა და აი აქ ანდრიჩ დროზე რო დაეგორებინა გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუმცა ალბათ დაუძახა შემდეგ უკვე არაბიძემ რო გაეტარებინა ბურთი დეისაძეს და დეისაძემაც გაატარა და არაბიძემ უბრალოდ არაზუსტად დაარტყა ამ პოზიციიდან მას გაცილებით უკეთესადაც დაუწყავს თავის კარიერის მანძილზე ბევრჯერ ზე კიდევ ერთი კარგი გაგრძელება ნახოთ შორეული დარტყმა კარგი მაგრამ არაზუსტი ოდნავ მეკარე მოიგერია აქ ბურთი მამუჩაშვილი იყო ძალიან კარგი ამ ეპიზოდში კარის მიმართულებით აი აქ ეს ეპიზოდი შორეული დარტყმა და მეკარე თამაშობს კი რა თქმა უნდა განვითარდება მოვლენები ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში საინტერესოდ რომ დაიწყო შეხვედრა ფაქტია მაგრამ აქ რა არის აქ არის ის რომ ტორპედოელებს დარჩათ ბურთი მამუჩაშვილი კიდევ ერთხელ ძლიერად და ძალიან უკმაყოფილოა მას ძალიან კარგი დარტყმა აქ ხა რთული ამ ეპიზოდში უნარი სეზონში გუდუშაური გაიხსნა მისი მისამართით გაკეთა ძალიან კარგი გადაცემა გუდუშაური საჯარიმოშია ნახოთ რას იზავს და კლიაიჩი ყოჩახ სერბი მეკარე გრძელდება იერიში ბედოშვილი უკან გაკეთებული გადაცემა ბარტიშვილი უნდა დაარტყას თუმცა ცუდად გამოუვიდა ეპიზოდში არ არის თამაშგარე მდგომარეობა ვარც გადამოწდებოდა მაინც და ხაზები გაივლებოდა მაგრამ ერთი შეხედვით ნამდვილად არ ჩანს შევიდა გუდუშაური ზუსტად გამოიცნო რასაც აკეთებდა კლიაიჩმა ესეც შეგვიძლია ვთქვათ გუდუშაურს ასეთ პოზიციიდან წინა შეხვედრებსთან დადიანი და ალბათ უნდა გაიხედოს მარცხნივ არა ჯერჯერობით ცენტრისკენ წავიდა დადიანი გაისწორა და არტყა იქ ასხლეტა და მხოლოდ კუთხური რა თქმა უნდა გარისკონ და უნდა დაარტყან სხვანაირად წარმატება არ მოდის იბერიას კაპიტანი ისეთი არასამუშაო ფეხით ცდილობდა კარის მართულებით დარტყმა სუსტი გამოვიდა და დაიბლოკა მისი დარტყმა კიდევ ერთი ჩაგდება აქ გუდუშაურის მისამართით გუდუშაურმა წინვალე გოლი გაიტანა მოახერხა მოიგო აქ საჰაერო ორთაბრძოლა და გუდუშაური გატანილი გოლის ავტორი მოდი ხედავთ აქ ნადარაიას აჯობა და კლიაიჩი ვეღარ მიცდა გუდუშაურის მე-4 გოლი მიმდინარე სეზონში 34 ზოგადად ეროვნულ ლიგაში ერთი დეტალი გუდუშაურმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა მაღალი ჩაწოდება შეიძლება დამატებაზე თამაში უკან გამოიტანა ბურთი მანემ შემდეგ შორიდან კარგი მცდელობა მაგრამ არაზუსტი აი ხედავთ აქ ბურთი მიუვიდა შერიფს რომელმაც მარჯვენა ფეხით სწრაფადვე გადაგზავნა ბურთი კარის მიმართულებით მაგრამ თამაში ხედავ გოშთელიას ერთი რომელიც შემოდის და აქ საფრთხო ჩაწოდება ზაგანიამ თავი დაარტყა მაგრამ არაზუსტია სადღაც კიდევ ერთი ფეხბურთელი თითქოს ემზადებოდა არა ჯერჯერობით ორი ტურამდე 4 ქულა იყო მეორე ადგილზე მყოფ რუსთავთან რუსთავს დაეწია დილა მაგ საფრთხო იერიში შეიძლება გამოვიდეს დარტყმა
აცტაბურთი ის მოედანზეა და აი ამ ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა. ხო, სატურნირო ცხრილში ბევრი არაფერი შეიძლება ამ გუნდების არც ერთ, არც მეორე გუნდს. სატურნირო ცხრილზე გითხარით, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გითხარით და კიდევ ერთხელ ბოლოს დავამატებ, რომ იბერია ტორპედო 1-1